სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის მასირებულმა იერიშმა. სუმის დაბომბვას, რომელსაც 35 ადამიანი, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლენ, ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან შეცდომად აცხადებს. დონალდ ტრამპი რიტორიკას მაინც არცვლის, მისი პოზიცია, რომ უკრაინის პირველი პირი და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას პუტინთან ერთად იზიარებენ. ტრამპის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც უკრაინის ევროპელმა პარტნიორებმა სუმიზე იერიში მკაცრად დაგმეს. ბლუმბერგის ცნობით, სწორედ ამერიკის პოზიციის გამო დიდი შვიდეულის წევრებმა სუმიზე თავდასხმის ფაქტზე ერთობლივი განცხადების მიღება ვერ მოახერხეს. ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას, უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებით და სანქციების გამკაცრებით ცდილობს, თუმცა ინიციატივებს უნგრეთის სახით მოწინააღმდეგე ჰყავს. ვიდრე უკრაინაში სუმიზე სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის გაჩაღებაში კვლავ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებს. თავდაპირველად ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა წინამორბედმა ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშინელი საქმე შეასრულეს, რომ ამ ომის დაწყება დაუშვეს. მოგვიანებით კი თეთრ სახლში სალვადორის პრეზიდენტთან შეხვედრისას ტრამპმა ომზე პასუხისმგებელ პირთა სიას ზელენსკისთან და ბაიდენთან ერთად რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც დაამატა. მილიონობით ადამიანი დაიღუპა სამი ადამიანის გამო. თქვათ, პუტინი ნომერ პირველი, ბაიდენი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა, ნომერი 2 და ზელენსკი. ყველაფერი რისი გაკეთება შემიძლია არის ამის შეჩერების მცდელობა. მე მხოლოდ ეს მინდა. სურს შევაჩერო მკვლელობები. ფიქრობ, ამ ხრივ კარგად ვართმევთ თავს. ფიქრობ, ძალიან მალე გექნება ძალიან კარგი წინადადებები. ამერიკის მხრიდან ცეცხლის 30 დღის შეწყვეტის შეთავაზებიდან 30 დღეზე მეტია გასული. რუსეთი კი მკაფიო პასუხს აჭიანურებს. კრემლში ამბობენ, რომ ამის პოლიტიკური ნება არსებობს. შეთანხმების მკაფიო მონახაზი კი არა. ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე შეთანხმების მკაფიო მონახაზი, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება ამ შეთანხმებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან დადებითად ვაფასებთ კონსტრუქციულ და შინაარსობრივ კონტაქტებს, რომლებიც შედგა. ვლადიმერ პუტინთან გასული კვირის ბოლოს გამართული 5 საათიანი მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა. Fox News-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ პუტინს მუდმივი მშვიდობის უზრუნველყოფა სურს. ამას კი გარკვეული დრო სჭირდება. როგორც უიტკოფი ამბობს, რუსეთის პირობები უკავშირდება ნატოში უკრაინის წევრობაზე უარის თქმას და ასევე ეგრეთ წოდებულ 5 ტერიტორიას. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ როგორც ჩანს, საუბარია 4 უკრაინულ ოლქზე: ზაპოროჟიეზე, ხერსონზე, ლუგანსკსა და დონეცკზე და ასევე ყირიმის ნახევარკუნძულზე. ეს ბოლო თვეებში პუტინთან უიტკოფის უკვე მესამე შეხვედრა იყო. პუტინის მოთხოვნა არის მუდმივი მშვიდობის მიღება. ასე რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღმა ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ. სამშვიდობო შეთანხმება ეხება ეგრეთ წოდებულ 5 ტერიტორიას, მაგრამ ეს უფრო მეტიც არის. ესაა უსაფრთხოების პროტოკოლები, ესაა არა ნატო, ნატოს მეხუთე მუხლი. არის ძალიან ბევრი დეტალი. ეს რთული სიტუაციაა. ორ ქვეყანას შორის რეალური პრობლემატური საკითხები ხდება და ჩვენ შესაძლოა ვიყოთ იმ ზღვარზე, რაც ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ომის დასრულების გზად რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაში ხედავს. ზელენსკი მიიჩნევს, რომ საჭიროა აგრესორს აიძულო მშვიდობაზე წასვლა. 34 დღის წინ უკრაინამ დადებითი პასუხი გასცა ამერიკულ წინადადებას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ. უკვე 34 დღეა გრძელდება რუსეთის აშკარა უარი ცეცხლის შეწყვეტაზე. ახლაც, ისევე როგორც წლების განმავლობაში, პუტინი ფოკუსირებულია ომის გაგრძელებაზე. ამის მიზეზი მხოლოდ ერთია: მათ არ ეშინიათ. თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ იმას, რასაც მიჩვეულნი არიან: ომს. ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციას იზიარებენ მისი ევროპელი პარტნიორები. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას და უკრაინის საწვრთნელი მისიის გაფართოებას განიხილავს. ამ ინიციატივების წინააღმდეგია უნგრეთი. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე, რათა ომი ნამდვილად დასრულდეს. მშვიდობისთვის საჭიროა ეს ორივე მხარეს უნდოდეს და მხოლოდ ერთი მხარის სურვილია საჭირო ომისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ სინამდვილეში რუსეთს ომი სურს. მაქსიმალური ზეწოლა უნდა განახორციელოს რუსეთზე ყველამ, ვისაც სურს ადამიანების ხოცვა დასრულდეს. უკრაინა უპირობოდ დათანხმდა ერთი თვითცეცხლის შეწყვეტას. კრივი რიხსა და სუმიზე საშინელი თავდასხმები არის რუსეთის დამცინავი პასუხი. ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ადმინისტრაცია დაინახავენ, რომ რუსეთის ლიდერი დასცინის მათ კეთილნებას და ვიმედოვნებ, სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
სამხედრო მწვრთნელებმა ევროკავშირიდან არ უნდა ჩაატარონ საწვრთნელი პროგრამები უკრაინელი სამხედროებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ეს ევროპის მიმართ ომის ესკალაციის სერიოზულ რისკს წარმოადგენს. ჩვენთვის ეს წითელი ხაზია. ამ საწვრთნელი მისიის არც ერთი ელემენტი არ უნდა ჩატარდეს უკრაინულ ტერიტორიაზე. ჩვენ არ გვინდა რომ ევროკავშირმა კიევში სამხედრო მწვრთნელები ან სამხედრო მრჩევლები გააგზავნოს, რადგანაც ეს წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ომის ესკალაციის კუთხით. როგორც ჩანს, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ ჩქარობს და განაგრძობს ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი წარსულში არაერთხელ დამუქრებია რუსეთს გამანადგურებელი სანქციებით თუ პუტინი უარს იტყვის უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე.